გამარჯობა პატივცემულო მსმენელებო. ტრადიციულად კვირას ვიწევს ხოლმე გადაცემების ჩაწერა, მაგრამ ეხლა რატომღაც ჩვენ რაღაცა პატარა ტექნიკური ხარვეზის გამო ორშაბათს მოგვიწია და ამისთვის მოდის მოვიხდით ჩვენი მსმენელების წინაშე. მოგახსენებთ ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების მხრიდან უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, ადრეც იყო ამ თემებზე საუბარი, დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ეხლა უკვე საკრებულოების დონეზე დამტკიცებულ უნდა იქნას განაშენიანების გეგმა თბილისი რუსთავი გარდაბნის ჩათვლით. ხო, რაც იმის მანიშნებელია, რომ უნდა დაიწყო მშენებლობა იმ დიდი კოსმოპოლიტური ქალაქების, ლაპარაკი იყო 5-6 კვადრატულ კილომეტრზე, 500-600 ჰექტარზე, მაგრამ ეს გამოიწვევს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მანძილია თბილისი და რუსთავამდე და იქით გარდაბნამდე კიდე, მთელი გარდაბნის რაიონი, რამხელა ტერიტორია არის, ალბათ დაწყება ჭირს. ახლა და მერე მთელ საქართველოს მოიცავს, ალბათ ეს იგულისხმება, რომ ეს ასე იქნება. ხო, არავის არ აქვს ამის გარანტია. და უნდა ითქვას, პატივცემულო ძვირფასო მსმენელებო, რომ ამის საწინააღმდეგოდ არის ასეთი ორგანიზაცია ახალგაზრდა კონსერვატორები, მათ გამოთქვეს ძალიან დიდი სურვილი და ინიციატივა, რომ ამ წლის შემოდგომაზე 20 სექტემბერს მასობრივი გენერალური აქცია რომ ჩატარდეს თბილისში, რა თქმა უნდა, პარლამენტის შენობის თვითონ იმ ორგანიზაციას, სადაც არის ეს იგილსი და არიან ისეთებიც, ეს ძალიან კარგია, მისასალმებელია. ხო, არიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებსაც გამოთქვეს მოსაზრება თავიანთი, რომ 20 სექტემბერს რაღა არისო, გვიანია, ხო არ დავაგვიანებთო, ხო. და რა ვიცი ახლა ჩვენ დღეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა ძირითადად ეს თემა გვინდა მიუძღვნათ ამ საკითხზე მსჯელობას, როგორია ჩვენი პოზიცია ახლა ეროვნული თანხმობის დარბაზის აი თემის ირგვლივ. დავიწყოთ აი ამ თემაზე საუბარი. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ბოდიშს მოვუხდით ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე გარკვეული შეფერხების გამო კვირას ვერ მოახერხეთ გასვლა და ჩაწერა, მოგვიანებით გთავაზობთ ჩანაწერს. უკვე ცნობილი იყო თავისთავად ცხადია არჩევნების ბოლო პერიოდის არჩევნები, თუ ამას არჩევნებს დავარქვენ, რაც იყო და როგორც იყო არა, როდესაც არსებულმა ხელისუფლებამ გაიმყარა პოზიციები ხელისუფლების სათავეებში, ჯერ წინსწრებად, მაგრამ მალევე მიჩნდა, მაგრამ შემდეგ უკვე მთელი ძალით დაიწყეს და წამოიწყეს საკითხი, რომ ესე იგი ეს 6 მილიარდი ნახევარი ინვესტიციის შემოტანა და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგად ვიცით სინამდვილეში რა გეგმა. არ გვიდა ამის თქმა, მაგრამ დიალოგი გამუდმებულად არსებობს. მაგრამ ყველაფერი არ ამოგვიწურება მერთმა არქნას. დიალოგი ყოველთვის იქნება, არა მარტო მმართველ ძალასთან. არსებობს გარკვეული სულიერი ფორმულები, რომლის დაცვაც რეალურ ყოფაში, პოლიტიკურ პროცესებში აუცილებელია, განსაკუთრებით ჩვენი მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა მიმართულებით ვართ ჩართული ამ საკითხებში. ჩვენმა მსმენელმა იცის. ხლა ამ თემას დიდად და ფართო მასშტაბით ვერ შევეხებით ამ ეტაპზე. ხო.
აკლანი უფრო იოლად გაძრება ნემსის ყუნჩი, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველში. ეს ფორმულა. ჩვენ ამ ფორმულას ვერ შევცვლით, ვერ გადავასვაფერებთ და ვერ ვიტყვით, რომ ეს არ არის ისე, როგორც მაცხოვარმა გვითხრა და გადმოგვცა. უფლის გადმოდის ეს ფორმულა. ჩვენ შეგვიძლია ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ იმას ხარავთ. თუ არ ვცდები, შეიძლება იმაში ვცდები, მაგრამ იტალიაში გააკეთეს დიდი ვებერთერა ნემსის ყუნწი, რაც ეს ქანდაკება და ამ ნემსის ყუნწის ძაფსაყრელში სამანქანოთაც გადის და არა მარტო აკლები, ლამბორჯინებითაც კარგად მირვიმორბიან და ამით ხო ადამიანი ამტკიცებს ის რაც დღეს ბატონობს ამტკიცებს იმას რომ ეს უფლისგან არ არის და საერთოდ მე მგონი ღმერთად ვთვლით თავს თუ კიდევ რა არის საკითხავია ჩვენ როგორ წარმოვიდგენია ჩვენი თავი დედამიწაზე აქ ლაპარაკია იმაზე რაც დღეს ბატონობს რაც თავში იძის და რაც თავზე გვაზოს ამ ფორმულას ჩვენ ვერ გავაკეთებთ აქედან გამომდინარე ახლა როცა ამ დიდარს ჩავაბარეთ ქვეყანა და ფულს გავყევით, შესაბამის შედეგებიც გვაქვს და დიდარი თავის სიდიდრის მახეშია გაბმული და ამ დიდარს კიდევ სხვა მმართველი ყავს და გადაწყვეტილია რომ რა ბატონებია კი ადრევე გვეუბნეო და ჩემთ არაფერს ლაპარაკობ რაც მივიღე იმას გაკითხო და იყო მართლაც კარგი დიდი წვდიადის პერიოდი, როდესაც მართლაც ესეთ ფერადი სათვალეებით უყურებდით, ყოველ შემთხვევაში რამდენად ფერადი იყო და როგორ იყო, გარედან შეღებილი შესაბამისი ფერთა განლაგებით იყო ჩვენი სამზერი სააზროვნო საშუალებები და ასე უყურებდით მსოფლიოს და მართლაც უსუსური ბავშვი რო აღმოჩნდება რაღაც ველურ ბუნებაში, აი ესე გამოიყურებოდა საქართველო და არა მარტო საქართველო. და იქიდანვე გვითხრა რომ გაყიდულია ქვეყანა და მიმდინარეობს ტექნიკური გადაფორმების საკითხები. დიახ. ჯერ კიდევ როდის იყო? მივიღეთ არ მივიღეთ ეს სხვა საკითხია, თაობები შეიცვალა. იმ თაობებს, რომლებსაც ევალებოდა ამ საკითხების გადაწყვეტა და რითაც ეს შესაძლებელი იყო, მისი გადაწყვეტილებებითაც, გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე ლაპარაკი. შეეძლოთ, რომ შეეცვალათ არსებული ვითარება, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, არ მოხდა. ესე არ მოხდა და ხდება ის, რომ ამ ადამიანის მიერ ნათქვამი გადის წლები აგერ 30 წელზე მეტია გასული უკვე თითქმის და ამის განხორციელების წინაშე აღმოჩნდით. იმდენად შეიცვალეს ვითარება, იმდენად შეიცვალა, ვერ ვიტყვით საზოგადოებრივი ცნობიერება შეიცვალა მეთქი, მაგრამ იმდენად გარდაისახა სახელისუფლებო სტრუქტურა თავისი სიმდიდრიდან გამომდინარე და დიდრული დაბმულობიდან გამომდინარე, რომ ხლა ნებით აკეთებენ ამას თუ ავალდებულებენ, არც ერთ გამოირიცხება და არც მეორე და არ გვინდა რომ თქვათ, რომ ეს ზოგადად მათ ნებელობაში შედის თავიდან ბოლომდე. არ არის არ გვინდა ჩვენ ეს დავუშვათ. ხო, გვეუბნებიან, რომ როცა საქართველოში წავა სინგაპურიზაცია, როცა საქართველოში წავა არაბიზაცია, დუბაიზაცია, ეს არის ჩვენი მოცნება, თურმე ეს ყოფილი. ბევრჯერ გვისაუბრია, არა მარტო ჩვენ, რომ ეს არის საქართველოს სრული განქართველების, აი ეს რეალური პროექტი, მყიდველმა თავის დროზე პოლიტიკურად, იმ დიპოლიტიკური ვაჭრობის დროს, როცა საქართველო იქნა შეძენილი, ეს გადაწყვეტილია ძალიან დიდი ხნით ადრე, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში. არქიტექტურა მაშინ შედგა. და იმ არქიტექტურის პროცესებს ესწრებოდა ის პირველი პირი, მეორე პირი იყო საბჭოთა კავშირში, საგარეო საქმეების მართავდა, ესწრებოდა და ეს ცნობები იდო. და ახლა მოვიდა დრო, როცა ამის რეალიზაცია უნდა მოხდეს და აი ახლა რა ვქნათ.
ეხლა რა როგორ მოვიქცეთ ბოლოს და ბოლოს ეს ქალაქები უნდა ააშენო ყველაფერი მზად არის შესაბამისი სამშენებლო ბუნი უკვე არის გაჩაღებული უკვე მიმდინარეობს ეს არის გადამწყვეტი აკორდი დამამთავრებელი ქართველობის დამამთავრებელი აკორდი ერთ-ერთი ებრაელი გამოდის და ახალი საქართველოს შენებლობა მიმდინარეობს სადაც ამ ახალ საქართველოში ფერს აღარ ექნება მნიშვნელობა კანის ფერს აღარ ექნება მნიშვნელობა ჩვენ კანის ფერი ჯერ ერთი არავინ არ დაგვიყვია და ამ იმას ჩვენ მონაწილეობა არ აქვს მიღებული რასიზმში და ასე შემდეგ ხო მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა გასაგებია რა გვაქვს ჩვენ მისნად დასახული და როგორ ეს უკვე უნდა დაიწყოს პირველი ბარი რეალურად უნდა დაჰკრა საჭირო არის საკრებულოების დონეზე გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარება მოსინჯოს თან მაინც ხო და როგორ მოვიქცეთ რა უყურთ რა გვეშველება რა ასეთ გასაკითხი ესე იგი თუ გაყიდულია თუ გასვისებულია და ტექნიკური გადაფორმება მიმდინარეობს ეს არის უკვე ეს ხელისუფლება რომლის საშუალებითაც ეს უნდა დასრულდეს პროცესი განქართველების პროცესი უნდა დასრულდეს ხო აი რა გვეშველება ამ დროს რატომ მივედით აქამდე ეხლა ამის გარჩევა დავიწყოთ კიდევ მეორე ვისაც უნდა გადაეწყვიტე ის თავა ფაქტიურად წასული აი ვერ გადაწყვიტა თავა საერო სასულიერო ხელმძღვანელობა მესაკითხები ვერ გადაწყვიტა არ იყო მოწოდებული ცნობა უფლისგან იყო მოწოდებული ცნობები რა არის ახალი სიტყვა ახალი აზროვნება ახალი ცნობიერება რომელიც არსებობდა ძველში ანუ შესწორების შეტანას გვავალდებულებს როგორ ეგ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ უნდა შევასწოროთ ძველ წარმოდგენებში ძველ ცნობიერებაში ჩვენი ცნობიერება რა გვაქვს გასაკეთებელი ეს იყო მოწოდებული იმიტომ იყოს 1,907,000 ხელმოწერა შეგვაგროვებინა ბატონმა აკაკიმ სადაც სწორედ ეს საკითხები იყო ნომერ პირველი ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით და ეროვნული სიმდიდრე, ეროვნული მიწა, წყალი, წიაღისეული ქართველიერი საკუთრება და ქართველიერი განაგებს ჭეშმარიტ დემოკრატიული სისტემით და ახალი ფორმაციის დამკვიდრება. ახლა ბევრჯერ ვისაუბრე, ახლა ამ თემას აღარ შევეხებით ისე ფართოდ, მაგრამ ხო, აი იმ ნაწილს ვისაც ეს უნდა გადაიწყო და არ მოხდა ამის გადაწყვეტა. არა ახლა რა ვქნა კიდევ ვიმეორებ, აი რა მოდი მაშინ და დავყოთ. კი ბატონო, ახალგაზრდა კონსერვატორებმა გამოაცხადეს გენერალური აქციის დღე, უკვე ნათქვამია 20 სექტემბერი. კი გასაგებია. თუმცა შორს კი არ გადავდეთ მხოლოდ მანამდე ყოველი კვირა გარკვეული ტიპის აქციებს ვატარებთ, ისე არ არის რომ მანამდე ჩვენ გაჩერებული ვართო და მათ დაასაბუთეს რომ იმისაც რომ შედეგი იყოს მიღწეული ამ მუშაობა უნდა. მეორე ნაწილი არის რომელიც უფრო ჩქარობს, მოუწოდებს, ჩქარობს. ხომ არ მაგვიერ ოს რაც გამოჩნდა ერთი ნაწილი თვლის, რომ მან უკვე გააკეთა ბევრი მის პერსონას თითქოს დიდი წონა ჰქონია და გაუჩერებია ეს არაბული კომპანიები და ახლა რომ დაიწყო და ასე შემდეგ, მაგრამ არ მინდა ისე ვისაუბრო, რომ ვინმეს ვაწყენიათ. ეხლა მაგის დრო არ არის, რომ ეს წყენის საკითხები და ეს მაგრამ არ გამოვა თუ ილუზიები დარჩება და გარკვეული ისეთი ზედმეტი გადაჭარბებული წარმოდგენები გვექნება შექმნილი.
არ გვექნება ზუსტი წარმოდგენა ჩვენი მდგომარეობის. ჩვენი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ჩვენ ან ვახერხებთ კონსოლიდაციას ქართველობა, ან ვერ ვახერხებთ უკვე და ჩვენ დრო თავდება. რა ვთქვა ახლა იმ სინგაპურელებზე, მაგრამ ისინი 13.9% ხა არიან, ძირითადად ჩინელები არიან სინგაპურში 60% და დანარჩენი მე სხვები. რა ვთქვა იმ არაბებზე, 8% ყოფილა დუბაიში. როგორ თქვა, რომ ამ ხალხის ისტორია არ აქვს გავლილი მათ ეროვნული გრძნობები, არ მათ რწმენა არ აქვს, თან რაღაც 100. ვერ ვიტყვით. ესე ხელარებით ვერავიზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტის სახეზია. საერთაშორისო მასონურ სიონისტურ დიად კაპიტალს შეუძლია თურმე, რომ პირველ რიგში ეს პატარა ერები საერთოდ გააქროს. აი ჩვენც ამ რეალობის წინაშე ვდგებით. აი როგორ მოვიქცეთ? თუ მთელი ეროვნული ენერგია არ დაირაზმება, ვერაფერს ვერ ვიზავ. პირველ რიგში ამას ვიტყვი. იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც საკითხის გადაწყვეტა 3000 ადამიანის გამოსვლითაც შესაძლებელი იყო, პრინციპულად რო დაყენებული იყო საკითხი და 3000 ადამიანი დაწყებულიყო, არც ისე პირობითად. თავის დროზე ეს პრესაში გამოქვეყნდა და სხვათა შორის ეს დასკვნები დასავლეთმა ღიად გამოვიტანა მაშინ. 2000-იან წლებში ლაპარაკი. მაგრამ გართულდა ვითარება, გართულდა. კანონები რაც მიიღეს, რა კანონებიც ევროპისთვის მიუღებელი, კოლექტიური დასავლეთისთვის მიუღებელი იყო. დასავლეთს, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს, 100,000-ზე მეტი ადამიანის პიკურ პერიოდში გამოიყვანეს, მაგრამ არ შეიცვალა. და შენ როგორ გინდა ახლა ქართველო თუ არ დაავრაზვად მთელ ჩვენ ეროვნულ ძალას, შეძლებას, შეგნებას, სიბრძნეს და არ ვაჩვენებთ ღიად პროტესტს. უკვე მაქამდე მისული. ის რომ საქართველოს ქართველებს ეკუთვნით ეს ნებელობა გამოხატულია, დიდი ხანია გამოხატულია 1,907,000 ადამიანის ხელმოწერით. მანამდე რეფერენდუმი ჩატარდა დამოუკიდებლობის მოთხოვნით და ასე შემდეგ კიდევ იყო და აი უშუალოდ ქართული მიწა-წყლის და ასე შემდეგ ამ საკუთრების და პოლიტიკური ორიენტაციის თავაზე ეს გამოხატულია, მაგრამ ეს არ ჩვენს. გართულდა საქმე. აი, თლათ ელემენტარული არ არის მათთვის ეს იდეოლოგიური საკითხი იყო ევროპისთვის, მაგრამ 100,000-ზე მეტიც კი გამოიყვანეს, მაგრამ არ შეიცვალა. 10,000 ადამიანი და უფრო მცირე რიცხვს თუ ავიღებთ კიდევ. ეყოფა საპროტესტო მუხტს ექნება ის ძალა. რომ მიღებული გადაწყვეტილებები იქნა შეცვლით. რა გადაწყვეტილებებია? რა ტიპის გადაწყვეტილებები? ეს არის არსებითი ხასიათის გადაწყვეტილებები. უძირითადესი ხასიათის გადაწყვეტილებაა. უმთავრესი. ეს პარტია, პარტია და ასე შემდეგ და ეს გამუდმებული დიალოგები და გამუდმებული დაუშვათ დებატები გინდათ და რაც არის, ეს არის გაბრუებისთვის და დროის გაყვანისთვის, ეროვნული ენერგიის გამოლევისთვის მიმდინარე პოლიტიკური სპექტაკლებია. ამ სპექტაკლს არ დაგვილებენ. 1000 რაღაცას გამოძებდნენ, ხან ბუნება იწევს კიდევაც. ხო ეს რომ მთელი ეს ენერგია ამ ზედაპირულ საკითხებზე გაიხადოს. არსებითი რა არის? აი ახალმა ეგრეთ წოდებულმა ახალმა უпроსოეთი მოძველებულმა და ძირ მორყეულმა წყობამ რა დაამკვიდრა, ვიყიდე და ჩემია. აი ამ საბურველს მიღმა დემოკრატიისა და რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამის მიღმა რა არის ყველაზე მთავარი? ეს საბურველია. ამ საბურველმა რა უნდა დაფაროს? უმთავრესი არის ის, რომ ვიყიდე და ჩემია. გადახდილია ფული, ნაყიდია საქართველო და
აი უნდა მოვიდნენ და დასახლდნენ. ქალაქები უნდა აიშენონ. ეს დანარჩენი არის ტექნიკური საკითხები უკვე. ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური საკითხი რა იყო? რაზე მუშაობდა მთელი ეს სისტემა? ინვესტორის კულტის შექმნაზე. აი ინვესტორი მოვა და ვერ გავიგეთ რა, ესე იგი რა არის ეს? რა ჯადოსნური ისა, ხო არა? აი სამშობლო უნდა გაგვაყიდო ნაყიდია. აი სამშობლო მან რომ მიითვისოს ვიღაცა. ხო ეს ინვესტორი ხო უკვე რაც ღვთაებრივად აქცეული და 6 მილიარდი ნახე ინვესტიცია მოიძიე და უნდა გადავარჩინო ქვეყანა და ვინც ამის წინააღმდეგია ყველანი დასაჭერი არიან. ნახოთ ეს აქ დევიზად დასახული. ყველაზე მთავარი რო არ გამიგწელი სიტყვა სწორედ არის ეს, როცა ვიყიდე და ჩემია, დამთავრდა შენი სამშობლო, შენი ეროვნულობა, შენი რწმენა, შენი ეს დამთავრდა. და რო იყიდა და რო თulis რო თავისია. და რო შეთანხმებულები არიან. რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში როს გააჩერო? აი საკითხავი რა. არ გვეყოფ 10,000 კაცს. ძალიან ცოტა. არ გვეყოფ რატომ მოვიყვანეთ მაგალითი? 100,000-ზე მეტი გამოიყვანა ევროპამ დასავლეთმა თავისი ფინანსებით, იმ იდეოლოგიით, წლების განმავლობაში გამალებული შრომითა და მუშაობის შრომა შეგვიძლია ჭყალებში ჩავსვათ ეს კიდევ სხვა ტიპის საშრომის საკითხები იყო, მაგრამ ხო არ შეუწყვეტია დღემდე არ შეუწყვეტია საქციელი რა და არ შეცვალეს. და ეს კიდევ ზედაპირულია, მაგრამ უძირითადეს საკითხზე რისთვისაც არიან ესენი მოსული, რისთვისაც მოიყვანეს ეს და რაც არის და როგორც არის. რამდენი კაცს გამოსვლა ჭირდება. იმიტომ რომ ერთადერთი იარაღი ამ შემთხვევაში ქართველის არის მშვიდობიანი, საყოველთაო, საპროტესტო გამოსვლა და დემონსტრირება. რატო? ჩვენ არა გვაქვს ახლა იგი წარმოდგენები არც იმ დასავლეთზე და არც იმ ევროპის შესაძლებლობებზე, ესე ხელაღებით აკდებულად ვერ ვილაპარაკებთ, არ არის ეს. აი ევროპა და ევროპის ზეწოლა რომ გაეჩერებინა, სწორედ არსებული ხელისუფლება ამოეფარა ხალხს. ოჯახის სიწმინდის პატრიარქის მიერ დაწესებული დღისთვის გამოსულ ხალხის სიმრავლეს. კარგად გავიგოთ. ჩვენ ძალიან კარგად ვესმის, რომ დიქტატურისკენ უნდათ რომ წაიყვანონ და მიხავთ კიდევ საქმე, მაგრამ გარკვეული მოქმედების არეალი მაინც გრჩება. ესე იგი, ევროპასთან გარკვეული პოლიტიკური ვაჭრობის თუ დაპირისპირებისთვის, ეგ ეშმაკმაიცის კიდევ ისთვის ჭირდებოდათ. თუ ეშმაკმაიცის ახალმა სიტყვამ ცოტა ჩვენს გვასწავლა რაღაცეები, რომ ეშმაკმა არ გვატყუოს, არა? რაცილებით უფრო მეტი. ხო, რაც გვასწავლა გადმოგცა რა. მასთან შეპირისპირებისთვის ეს გამოიყენა ამდენი ხალხი, რომ გამოვიდა ნებელობით. ესე იგი, იმ უძირითადეს კაბალაზე რომ ხელი ავაღებინოთ, რაზეც ესენი თელისვით მიდიან, კვლავ ასეთივე უდიდესი სიმრავლე გჭირდება, სხვანაირად ვერ გამოვა. ეხლა რა გვიშლის ხელს? ხელს გვიწყობს ის მაინც დიდი ხანი ხო არ არის გასული პატრიარქის დაკრძალვაზე რამხელა მოსახლეობა რამდენი რაოდენობით გამოვიდა რა. საქართველოს მხოლოდ დაამკრძალავი კომისია, მხოლოდ დაკრძალვაში და იმ ქვეყნად გაცილებაში ვართ, მაგრამ რამ გამოგვიყვანა პატივისცემა, ხო, რწმენისა და ასე შემდეგ. ხო, დღეს კიდევ რაღაც ცოტა მიმართულების შეცვლის ისინი გაჩნდა, მაგრამ ახლა ამაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ თუნდაც პატრიარქმა რა გითხრა. მიწაწმის გაკეთება არავის არ აქვს, არც მე, არც მეფეს, არც პრეზიდენტს. აი, ვიყიდია ქალაქებს გვიშენებენ და რას ვაპირებთ? გუწრფელი ვიყავით, იქ რო გამოვედით. ეს უნდა დამტკიცდეს და გაიყვას რა. თუ ეს სიმრავლე შეიქმნება
რაღაც შედეგებზე შეიძლება ვიმშილოთ. ჩვენ ეროვნული თანხმობის დარბაზის წარმომადგენლობა ასე ჩამოვაყალიბეთ ბატონი აკაკის წასვლის შემდეგ, ეს ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მთელი ცოდნა პიროვნების ირგვლივ იყო და ეს იყო ჩვენი ძირითადი მამოძრავი, ახალი სიტყვის მომტანი, ტვირთველი ეს პიროვნება გახდათ და გაგიჭირდა თავისთავად ცხადია უიმისოთ რაღაცაზე ჩამოვყალიბდით, იმაზე ჩამოვყალიბდით, რომ სწორედ ეროვნული თანხმობა გჭირდება და შევიმუშავოთ პროგრამა, ასე ვთქვათ, მინიმალური, რომ იქნებ ეს წარღვნა გავაჩეროთ, აი ეს არაბიზაცია და ეს ჩვენი დიდი ერთობით, ეს მინიმალური შევაჩეროთ მაინც არია, ანუ ვისწავლოთ ერთად დგომა და შემდეგ პროგრამა მაქსიმუმი გადარჩენისთვის კი ვიცით, რომ ეს ფორმაციულ ცვლილებებზე გადის და ასე შემდეგ. ორ ნაწილად გავყავთ რა. ჩვენ ახლა არა ვართ არც წინასწარმეტყველები და არც ჩხიბავები და ასე შემდეგ წისრებად ვერაფერს ვეღარ ვიტყვით, რა იქნება, როგორ იქნება, არც უფალი გვიხსნის წისრებით მოვლენებს და ზოგადად ახალი სიტყვის გვაქვს გადმოცემული, რომ აი როგორც მოიქცევ, ისე იქნება. გზა მოცემულია, მიმართულება განსაზღვრულია, იურიდიული საფუძველი შექმნილია და როგორ ვიმოქმედებთ. ამიტომ პროგრამა მინიმუმი, პროგრამა მაქსიმუმი. ჩვენ ახლა პროგრამა მინიმუმზე ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ ამ მინიმუმში თუ ვერ შევთანხმდით ძალიან ელემენტარულზე, იმის იქ ლაპარაკი უკვე უზარმეტია. ახლა ის იქ მოვიდოდა ბოდიში, რომ 100,000 კაცია საუბარი. ეს როგორც მინიმუმი. და აი რომ ვფიქრდები 100,000 კაცი შეიძლება არა ბევრმა მათგანმა გაყიდოს ყველაფერი, უჭირდეს, პურის ფული არ ქონდეს და სტადიონებზე მიდიან ფეხბურთის სანახაოდ. კი ბატონო, მე ძალიან პატივს ვცემ და მოყვარული ვარ და გვიყვარს ძალიან ფეხბურთი. აი რაც ხდება ახლა მსოფლიო ჩემპიონატებში. მაგრამ იქ მიდიან, კი ბატონო, კარგია ეს. და ნებისმიერი სახეობა სპორტის, მაგრამ ჯერ ქვეყანაში ეს საკითხები თუ არ გადავწყვიტეთ. 100,000 კი არა, ფუძზე კაცი უკვე გამოვიდეს. სამარცხვინო იქნება ჩვენი მდგომარეობა მართლა და აი ისვება კითხვა ვიქნებით კი გადასარჩენები და გადარჩენის ღირსები თუ 100,000 კაცი არ მოიძებნა რატო 200,000-იც არა. და თანდათანობით გეომეტრიული პროგრესიით რატო არ უნდა გაიზარდოს იმ დღეებში, აი მე უბრალოდ რომ დავყიო ბევრჯერ და ხშირად ჩვენ დავფიქრებულ ვართ ხოლმე კაც. რატო მილიონამდეც არ უნდა ავიდეს, მაგრამ ჯერ ამ 100,000-ში საუბარი. აი რა ძალიან რთულია. რთულიც არის და ადვილიც არის. დიახ. როდესაც შენ სამშობლოს გადარჩენისთვის იბრძვი, როდესაც შენ იბრძვი, რომ შენი მიწა-წყალი არ გასხვისდეს. შენ ეროვნული თვითყოფადობისთვის როდესაც იბრძვი და იბრძვი ჰუმანური მეთოდებით. საბედნიეროდ თანამედროვეობა გვაძლევს ასეთი ტიპის იარაღს, ჰუმანური მეთოდებით ბრძოლისა. არ მოითხოვა ხმალი ვინმეს მოკლა და ასე შემდეგაც, ხო? სისხლის ხური და ჩვენი წინაპარი, იმიტომ რომ ურჩხულად მოსული იყო ყოველთვის ვებერთა და ურდუებია რა. ეხლა ეს იარაღი კანონით არის მოსული. დემოკრატიის იმით არის მოსული და გვაძლევს თანამედროვეობა მშვიდობიანი დემონსტრაციებითა საკითხების გადაწყვეტის საშუალებას. ესეთი როგორ ვთქვა, სასათბურე პირობა, ესეთი გამარტივებულიც არასოდეს არ ყოფილა. ისტორიას არ ახსოვს. და დღევანდელობა ამის საშუალებას იძლევა და ფეხბურთის სტადიონზე თუ მიდიხარ, არა, ხო, და მე ძალიან რთულია, სად გინდა თავი იმართლო? თვისინაში თავი რითი გინდა გაიმართლო? ერი ხო არ არის ერთი ჯგუფი, ერთი რამოდენიმე ორგანიზაცია, ერი არის ჩვენი მთლიანობა, რა მთლიანობის ნახევარზე მეტი მაინც რას და რო გასაგებია. ახლა რა გვიშლის ხეს? ბევრი რამე გვიშლის ხეს. ხო, ესე იგი, უფლისგან ნაკურთხია ეს საქმე უკვე. აი ახალმა სიტყვამ ეს მოიტანა, რომ შენ თუ შენი ერის გადარჩენისთვის იმ ჰუმანური საშუალებებით იბრძვი და იბრძვი პოლიტიკური საშუალებებით, რომ საკითხი პოლიტიკურად წდება. მერტი შენთან არის. უბრალოდ ჩვენ არა ვართ მასთან. ხო. აი მერტი, ესე იგი უფლისმიერი საქმეა ეს. რისთვისაც უნდა გამოვიდეთ ქუჩაში.
გაწვრილებით კიდევ არის უფრო მეტი ეს რომ გამკვიდრდეს და დამკვიდრ ფორმაციულად უნდა გადაწყდეს ეს საკითხები, რომ გადაწყვეტილიყო არავითარი ამდაგარი პრობლემის წინაშე არ ვიდგებოდით რა თქმა უნდა, მაგრამ რა გვიშლის ხელს გვიშლის რა გვიშლის დავუშვათ ის რომ მოდი მაშინ გულახდილად ვთქვათ რა როდესაც დამოუკიდებლობის საკითხებმა წინ წამოიწია ჩვენ ყველა ვიყავთ კომუნისტური პარტიის და ასეთ ვითარებაში ვიყავით კომუნისტურ იდეოლოგიას დარჩა მომხრეები ვერ ვიტყვით რომ ისინი ანტიეროვნულები იყვნენ მაინდა-მაინც და ქვეყნისთვის ცუდი უნდოდათ და პირიქით მათ თავისებურად ესმოდათ ძალიან სიღრმეებში და ესე ვით გასაგები რომ კომუნისტური ინტერნაციონალის ემსახურებოდა მთლიანობაში და გლობალიზმის გარკვეული სახეს წარმოადგენდა არა ის სისტემაც მაგრამ მათაც მიაჩნდათ რომ ყველაზე საუკეთესო იყო ის რაც იყო და რაც სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა მთელი რიგი სიმძლავრეები სამეწარმეო და ასე შემდეგ რა საგანმანათლებლო ამ ყველაფრის გაპარტახება და იევარქნა ჩვენ თვალწინ მოხდა რა ესე იგი მათ ჰქონდათ თავისი გამართლება ერთგვარად რომ ის რაც შემდგომში განვითარდა თავისუფლების და დამოუკიდებლობის სახელით დამოუკიდებელი ქვეყნის და ქვეყნის არსებობისათვის ყოველად მიუღებელი და საწინააღმდეგო იყო ღია ომის გარეშე გაცილებით მეტად დაინგრა და გაპარტახდა ქვეყანა ვიდრე ამას ომი აკეთებდა ხოლმე ამიტომ თუ კი რაიმე ესეთი ღონისძიება იგეგმებოდა ეს ნაწილი გვერდზე დგებოდა უკვე საერთო ენას ვეღარ პოულობდით ესე იგი მე იმის თქვა მინდა რომ მათაც ჰქონდა თავიანთი გარკვეული სიმართლის მარცვალი და საერთო ეროვნულ კონსოლიდაცია უკვე ჩაშლილი იყო შემდეგ ამას დაემატა დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში პირველი ეროვნული ხელისუფლების საკითხი ვიცით რომ სამოქალაქო ომი დამთავრდა და ერთმა ნაწილმა პატრიოტულად განწყობილმა ნაწილმა ასევე პატრიოტულად განწყობილმა ნაწილმა ჩათვალა რომ ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ის რაც მაშინ მოხდა და აი მთავარია ახლა რომ რაღაცნაირად ის ტრაგედია ჩაითვალოს ყველაზე მთავარ ტრაგედიად და იმ მოვლენების მიმართ მოიხაროს ქედი ყოველივემ თუ კი რამე არის საქართველოში იმით უნდა გასწორდეს და ერთი ნაწილიც და მეორე ნაწილიც ასე თვლიდა რომ ამის მერე თუ ქვეყანას კარგად არ მისდის საქმე იმიტომ რომ დიდი ცოდვაა ჩადენილი და დიდი შეცდომის გზაზეა დამდგარი ქვეყანა კომუნისტური ნაწილი რაც ახლა დავიწყეთ და ვითომ არც არსებული ესე გვიჭირავს თავი ხო ის თulis რომ ჩვენ კაპიტალისტების ხარისზე გადავედით და დავშალებთ არ აქვს სიმართლე ამას გარკვეული სიმართლე ამიტომ რასაც მოიწევს შემდეგში ქვეყანა დიახაც უნდა მოეწიოს ვასწავლოს ცოლებული განსახურდიას ვიცით რომ როგორი ტრაგიკულად წარიმართა შემდეგ მოვლენები პირველი პრეზიდენტის ამბები ხო ის და გარკვეული ნაწილიც ასე თulis რომ ეს რომ არ ეღალატათ და რომ არ ყოფილიყო არ დაგვემართებოდა და რადგან ეს ღალატია ჩადენილი ამიტომ დიახაც ესე უნდა იყოს როგორც ხდება და ასე შემდეგ ასე შემდეგ ხო ასეთი და ამ დროს როგორ არის რაღაც საკითხზე მოითხოვება ჩვენი გაერთიანება. ჩვენ თუ არ გავერთიანდებით, ჩვენ ძალებს არ გავაერთიანებთ, ვერ გადავწყვეტთ ამ საკითხს. ძალწალსკი ვერც ერთი მიმართულება, ვერც ერთი პარტია, ორგანიზაცია ვერ გადაწყვეტს. ილუზიებს ნუ ქმნით ახლა, რომ ერთ პარტიას თურმე ახლა ისე გამოიყვანოს, რომ თითქოს რომელიმე შეეძლო ამ საკითხს გადაწყვეტა და აი რომ დააგვიანა ხალხის დაძახება, პრობლემა იმაშია. პრობლემა მათ კი არ არის. პრობლემა იქ არის, როდესაც ფულის გზა ავარჩიეთ და ის ვისაც უნდა გადაეწყოთ, ვერ გადაწყვეტეს. ეხლა ჩვენ შედეგებთან გვაქვს უკვე, რა ვქნათ ეხლა? გავიდა დრო. მოვიდა სიტყვა, უფლის სიტყვა მოვიდა, მოიტანა კაცმა. რა არის, როგორ არის დაგვიდო წინ და არ მიიღო მაშინ
ვინც იყო ხელმძღვანელი და კიდევ ახალი ასე ვთქვათ შემადგენლობა შეუერთდა აი იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ ეს რომ არ გაკეთდა, ამიტომ უნდა დაისარჯოს და ბევრი იყო ჩართული ამ საქმეში. ეხლა არავინ არ აჩენს, მაგრამ იყვნენ ადამიანები, ძალიან ძვირფასი, ძალიან აქტიური, ძალიან ღირებული საქმის მკეთებლები და უკვე ეხლა ეს ხალხიც ასე თვლით და ასე თვლიან, რომ უკვე სიტყვა იყო, სულ ეს არ მიიღეთ. ეხლა რა გინდათ რა? გინდათ რომ ქვეყანა გადარჩეს? ბოროტნიო-ნახევის გზას დავადეგით და თქვენ გინდათ სიკეთე მოიწიოთ? უნდა დაიქცეს, უნდა დაიღუპოს და ამას ველოდებით ჩვენც, აი მე იმ ნაწილზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენ ხა ყველაფერი გავიარეთ, გვაქვს წლოვანებო, რომ თავის დროზე იქაც მოგვიწია გარკვეული მონაწილეობა, იქაც და ცოცხლება შემოვჭით ამ პროცესს და აი ბოლო ერთ-ერთი დიდი შემაფერხებელი კიდევ განწყობა რა გვაქვს, შინაგანი განწყობა რა გვაქვს, აი რა მზაობა გვაქვს. ამ ნაწილმა ვინც სიტყვასთან მოვიდა, მართლა ძალიან ბევრი დაუფასებელი, მაგრამ უზარმაზარი საქმე აკეთა. ეხლა ეს ხალხიც როგორ თვლით? რომ დიახ, რადგან ვერ მიიღეს, არ მოხდა და არ განხორციელდა და იმდით დაძახებებზეც ვერ გამოვიდა, არ გამოიყვანეს, ხელი შეუშალეს თუ როგორ იყო. ახლა ერი უნდა დაიღუპოს, დაისაჯოს, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და გავიწყოს. ეს არის, მოდი ეს აგვაქვს ჩვენ სულიერად ეს აგვაქვს გადასაწყვეტი. ეროვნული თანხმობით დარბაზის წარმომადგენლობაში, ვინც ჩვენი თავი მოვიაზრეთ, ჩვენ ასე ვუდგებით, რომ ჩვენ ეს ერთობისთვის უნდა მოვუძებნოთ პროგრამა მინიმუმისთვის, მაინც უნდა დავირაზმოთ აუცილებლად და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. უფლის მოცემულობა გვაქვს და ის ვინც ეგრეთ წოდებული მთიანის კარგი დაერქვა არაბიზაციის წინააღმდეგ დღეს იღწვის ერთ კენჭს მაინც თუ დებს. ყველა ღვთაებრივ საქმეს აკეთებს. ავიღოთ მაშინ ხელმოწერების ბლანკი, რაც უფლისგან არის. და ჩავხედოთ, ეთანხმება თუ არ ეთანხმება ეს მოთხოვნა, რისთვისაც ახლა ვიგეგმებით და უნდა დავიგებოთ იმ უძირითად ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა ეთანხმება. ეთანხმება თუ არა იმ სულს, რა თქმა უნდა ეთანხმება. აი ეს ურთიერთდამაკავშირებელი ხიდები გავდოთ თუ არ გავდოთ, თუ თქვათ რომ რადგან მაშინ არ მიიღეთ, უნდა დაიღუპოს ქვეყანა, დიახაც უნდა აშენდეს ეს ქალაქები თუ ასე და ისე და მთელი ამბავი და აპოკალიფსი უნდა მოხდეს. აი რა არის ჩვენი განწყობა როგორია? ვისთვის ფქვილზე დავასწავთ წყალს. აი ჩვენ ეროვნული თანხმობის დარბაზის წარმომადგენლობა ვამბობთ, რაც იყო გასაგებია, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ერისა და ქვეყნის გადარჩენისათვის იმ მოცემულობით, რა მოცემულობას ღვთისგან გვაქვს. მეტი რამე გვინდა ქართველებს? მეტი რამე გვინდა ჩვენ? ამაზე მეტი რა გვინდა? და თუ უნდა გაგრძელდეს. აი ახალგაზრდა კონსერვატორებმა დაასახელეს უკვე დრო და დაასაბუთეს რატო სექტემბერი. ჩვენც გვაქვს გამოცდილება, მრავალ საათის გამოცდილება. დიდი აქციების ორგანიზებისთვის საჭიროა დრო. მომზადებისთვის რა. მომზადებ, ესეთი. ამ აქციებს აქვს თავისი პერიოდები. ზაფხული მართლაც ერთ-ერთი ყველაზე პასიური დრო. კარგად თქვეს, რომ არც ეს აქცია იქნება უკვე გადამწყვეტი, ცრუ წინასწარ დაპირება შეგვირებებს ვერ მოგცემთ, როგორც ხდება ხოლმე. რაც რეალურად. არა, სულ დიდი ხანი არ არის გასული, რომ მამაკაცური ენერგიები და ხუცუჩი ეს ყველაფერი არ იქნება თავობა რა. ხო, ესე არ გამოჩნდა რა. ან მე უკვე მოაგვარე და მე რო ვთქვი და ჩემ გამო გაჩერდნენ და ისალა, მაგრამ არ არის ეს. ეს არის ილუზია. ილუზიებში ნუაყოფოთ ერთმანეთს. ეს არის გენერალური აქცია, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს იმ 100,000-ებამდე აუცილებლად. თავარი თავსატკივარი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის სწორედ ეს საკითხი, ამაში გვეთანხმებით ბოლომდე ვეთანხმებით. დრო უნდა კონსტატებას დაასახელეს კი ბატონო, დაასახელეს დრო, ეს კი ბატონო. ეხლა ზოგი ჩქარობს.
მოაწყარებით ქვეყანა არავის მოუწევია როგორც იტყვია. კარვებით ჩავიდეთ, გვაქვს ეგრე სურსი. არა ვართ არც მაგის წინააღმდეგი და არც არავინ არ წინააღმდეგი, რომ პასიურად კი არ ვიყოთ, არა ვიაქტიუროთ ამ ხრევ. ყოველკვირეული აქტიურობა აქვს გამოცხადებული. არის კიდევ სხვა ორგანიზაციის ღირსეული წარმომადგენლები, ერთ სიხმობენ, ძალიან კარგი. აი ამ ახალგაზრდებმა თარიღიც დასვეს და დაასაბუთეს, რომ დროა საჭიროდ ამას წვეთანხმებით. რას ვიზავთ? ჩვენ სხვა დროს ავარჩევთ? ვიტყვით, რომ ჩვენ ვარ შევითანხმეს. ჩვენ კიდევ სხვა დროს დავუძახეთ? დავხსავთ კიდევ? არის ერთი სამხედრო კანონი. თუ ოცეული შეტევაზე გადავიდა, უნდა გადახვიდე შენც. მერე უნდა გაიგოს, იყო თუ არა შეტევა და ასე შემდეგ. უნდა ხარი დავუჭირო. საუკეთესო თავდაცვა. ხო, არის. ნუ ითქვა თქვენს ჩვენ როგორ ვიქცევთ? სხვა დროს დავუწყებთ და ძახანას? გავჩერდებით? იმათ რო თქვენს ჩვენ არაო? ანუ ისე მოვიქცევით როგორც ვიქცეოდით? აი საკითხავი რა არის? ისევ ძველი მეებში ჩავჩერდით, რომ აი ის რომ მოხდა და ამიტომ ქვეყანა უნდა დაისაჯოს და ის არის კანონიერი და კანონიერება დაირღვა და ამიტომ და ასე ეს ხო არა ესე არ ჯობია რომ გადავწყვიტოთ ეს საკითხი და კი ბატონო მაგ თემებზე მერე ვისაუბროთ. დიდი აქციით ქვეყანა გავიბრუნოთ. გაჩერება არ დავკარგოთ. გაჩერება აქ ლაპარაკი გაჩერება მაინც შეიძლება. პიროვნულ დონეზე ხო არ უნდა დავიბრუნოთ. მე ვილაპარაკოთ საკითხზე. ეხლა სხვანაირად ვერ დავსავთ საკითხს. არ გამოვა. ყველას უდიდეს მადლობას ვუხდით, ერთ სამადლობელი არც არაფერი გვაქვს ეს საქართველო ყველას და ვიც აქტიურობს. ხოლო ერთმანეთს მიერ ვიყოთ თავშეკავებული. ჩვენ ამ ახალგაზრდებს ვერ ვამტყობთ, ვერი გასამართლებელი ეს და დანიშნულს დროდადად. ჩვენ პირადად ეროვნული თანხმობით არ ვარ წარმართლებელი. არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, რატო ეს რიცხვი? კი ბატონო, დაუჭერეთ კი ბატონო. ჩვენ ხმასაც შეუერთებთ თქვენ ხმას. და იგივეს მოუწოდებთ სუპალას. როგორც ადრე ვთქვით, და რიგითი ჯარისკაცები ვიქნებით ჩვენ. ჩვეულებრივ, როცა ითქვია, რა დროსაც ითქვია, ნაგერი ითქვა. ნათქვამია, უდარი პერიოდი ითქვა. ზუსტად ახსენე და ამის გამოც ნამდვილად ღირს ახლა აჩქარება არამც და არამც არ იქნება ამას მომზადება უნდა, შეხვედრები უნდა, რა ის იგული რომ ყარათ ვიდგეთ იქ ჩვენ, ის კი არა რომ მაშინვე და ერთ იმაზე დავიშალოთ და გამობრუნდეთ იქიდან მოვალეობა მოიხადოთ. არის ჯერობის პასაკი არის, მაგრამ ნომერ პირველი საფუძვლად ვთქვით საზოგადოების სიმრავლეს. აუცილებლად. ნომერ პირველი. ეს დანარჩენი სხვა ტექნიკის საკითხია, სხვა თემაა, მაგრამ რაოდენობა ამ შემთხვევაში არის გადამწყვეტი. ამიტომ ამას მომზადება ჭირდება და ჩვენ სრულად ვეთანხმებით. კი ბატონო. დანარჩენ ყველა ორგანიზაციას მოუწოდეთ და რომ შემოუერთდეთ, ხა ითქვა და ხო. მოდი ერთმანეთს მუღა შევეჭიდებით ამაზე. კი, მართალია. კი ბატონო, ვისაც შეგვიძლია და გვაქვს ეგ რესურსი რომ მივიდეთ და იმ ტერიტორიაზე დავუშვათ კარვებით, დავგანაგდეთ რაცა. აი ეს რესურსი არსებობს ქვეყანაში, გვაქვს. გარკვეული წინააღმდეგობის გარკვეული ფორმები, კაცო აპრობირებულია, როგორ ხდება იგივე თუნდაც დასავლეთში და სხვაგან როცა აპროტესტებენ რაღაცას, რაც მიუღებელია საზოგადოებას. არა კი ბატონო, არა. გენერალური აქციისთვის მზადებას უჩავართ.
ვეცადოთ რომ არ მივაყენოთ ერთმანეთს რაღაცა ისეთი ზიანი და შეურაცხყოფელად ვისაუბროთ ერთმანეთის მიმართ, ვინც მართლა ხედავთ რომ ქვეყანა გვეყიდება და ვკარგავთ. გვერდზე გადავდოთ ახლა ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციები, ზოგს დასავლეთი მიაჩნია მაინც ძირითადად საყრდენად, ზოგი ჩრდილოეთს გულობს და ზოგი აღმოსავლეთისკენ იყურება, გასაგებია, მაგრამ ახლა მოდი ამ ორიენტაციის საკითხებსაც ნუ წამოვწევთ წინა რიგებში. აქ-ქალაქების შენობლობა დაიწყება არავის, მე არავის აღარ ვკითხავ. როცა ეს გასრულდება, ჩვენ დავსრულდებით, როგორც სინგაპურელები დასრულდა, როგორც სახელი დარჩება საქართველოს ალბათ გათხოვებული. ამ ხალხს, ამ გენს, ამ ჩვენს უსს არაფერი აღარ ეშვება. ახლა ამ გადაცემაში ეს პრობლემები წამოვჭერთ. და დასაფიქრებელი უნდა დავფიქრდეთ რა მოწოდებებით გამოვდივართ, რას დავუჭერთ სულიერ ჩვენი განწყობა. საით დავფიქრდეთ. ამ ბრძოლამ გამოკვეთოს ძალების პიროვნებების ახალგაზრდობის მომავალი, ვინც ბოლოს და ბოლოს უნდა ჩაიყვანოს ფორმი მაინც და გაგრძელოს. კოსმოპოლიტურად, მასონურად, სიონისტურად აღარ გაგრძელდება ჩვენ გასასვლელად. აი ამ ჭიდიდში, ამ ბრძოლაში გამოიკვეთოს მომავალი ქართული სული და მომავალი ქართული სახელმწიფოებრიობის გაგრძელებლობა თავისი უხუცესებით თუ თავისი ახალგაზრდებით. ამის თქმა ცოტა გავიგრძელდა მაინც ეს თემა ალბათ უფრო მეტად ჩამოყალიბებული საუბარს ყოფს. შემდეგ გადაცემებში მრავალჯერ შევეხები. ნომერ პირველი საკითხი ახლა ეს უნდა აუცილებლად. ნომერ პირველი თავსატყივარი როგორც ამ ახალგაზრდება მოსკევის უნდა იყოს ეს თემა. ნებისმიერი თემა, რაც არ უნდა პატრიოტული და რაღაც ამაზე მეტი პატრიოტული ვერ იქნება. ამაზე მეტი ეროვნული ახლა ვერ იქნება. ნებისმიერი რაზეც ყურადღება გამახვილდება და გადატანილი იქნება ყურადღება, ეს შეცდომაა. ბილატვავ შეცდომა ის გვიძები წყლის დასკვნა. აი ეხლა ის რომ რამე ვარ დასამოვარდეთ და რას ვიცი. თუ ერთი ეს რას დაგვრჩა. ამაზე დიდი საგანძური რა მიწა. სამშობლო თუ რაიგიდა, რამე აზრი გაიქნება ჩვენს ცხოვრებას რა. უილად კი არ არის ის სიმღერაში შეგუხატა. სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე და უფალთან არის. უფლის ბოძებულია ეს ყველაფერი და ის თუ აღარა უფლის გამყიდველი ერის როლში თუ ჩავდები. აი როგორი განაჩენია იქნება გამოტანილი უფლის მიერ არ ვიცი რა, აი ისი იმედია უნდა გქონდეს საერთოდ. იმედი მაქვს, ახლა რომ ქართველი გონიერია ძალიან ბევრი ავფიქრდებით და გამოვიდათ ნამდვილად აი ნორმალურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ერთხმად ვუჯერთ ამ ახალგაზრდების მიერ ინიციატივას და შემდგომში გავაგრძელებთ აი ესეთივე ასად არ გადაუყვეთ ჩვენ როგორც იყო როგორც აი მოცემული გვაქვს ეხლა საკითხებს არ დაუბრუნდებით არაერთხელ ვითხოვს რა იურიდიული სამართლებრივი დოკუმენტიც არის იქიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თუ ერის საკუთრება მიწა-წყალი წიაღისეული არ უნდა გაიყიდოს ქართველი ერის საკუთრება აბატო ყველაფერი მზად არის და დანარჩენ საკითხებზე როგორც ახლა ახსენეთ გზებით ეს ყველაფერი მერე დავილაპარაკებთ ამ თემებში. რა თქმა უნდა იქ კაპიტალისტური ფორმაციის შეცვლის გარეშე არანაირი აზრი არ ექნება ერის საკუთრების და ყველაფერი აი ამ საკითხების გადაწყვეტას. ნუ ამაზე შემდგომ გადაცემებში კიდევ შევხედოთ რანაირად და მეთქება ჩვენ საუბარი ჩვენს ჯგუფას სმენელი. ნუ ახლა ალბათ
ახლა ჯობია რომ რა თქმა უნდა, მადლობა მოუხადოთ გარდაუღლით ჩვენ მსმენელს. თუმცა ეს ისეთი საკითხებია გადაღლაკი არა ყველა სიამოვნებით უნდა ვისმენდეთ ამას. რომ აი დღეს ყველაზე მეტად ეს ნომერ პირველი საკითხი ეს არის ქართულს ეს უნდა აწუხოს. თუ არ გაქრებთ. ეს არის დიდი მადლობა. მადლობა. აფიცამოს და მოგავაშექოთ რა.